მე თამას გეტყვით, მე ასეთი პარტიის წევრი არა ვარ, არც ვიქნები რაღაცას, მაგრამ ერთი რამეა. ეხლა იცით რა, ისეთმა იმან ჩამწიხლოს, რა ძოხა მიჩემზე მეცითველისო. მე აი ამ ოპოზიციური პარტიების არაფერ არ მწამს, იმიტომ რომ ეს მე მგონი ამათ შექმნილი ოპოზიცია, ამათ შექმნის ეს ოპოზიცია. იმიტომ რომ ისეთი ოპოზიცია ყავდეთ, რომ სამასხარო გახდნენ ბოლოს ეს ოპოზიცია. რა არის იცი? ეროვნული იდეალებზე უნდა იზრდებოდეს ადამიანი და ოპოზიციური მაშინ იქნება თუ ის ეროვნულ იდეალებს იცავს და არა ევროპას და ვიღაც და რაღაცებს უსვავს ესე იგი კონს იმისთვის რომ ვაიმე რა კარგები ხარ. ჩვენ ეს რამე უნდა ვიცოდეთ. ჩვენი პატრონი არავინ არ არის, ჩვენი პატრონი არის ჩვენი ფესვები, ჩვენი ჯიში, ჩვენი წარმომავლობა, ხე არასოდეს არ იზომება ზემოდან, ფესვებიდან იზომება. და ნაყოფი თუ გინდა რომ კარგი მიიღო, ფესვები უნდა ქონდეს კარგი. თუ ფესვები დამპალი გაქვს, ან ვერ მიიღებ, ან თუ მიიღებ დამპალ ნაყოფს მიიღებ. მაგრამ ბატონო გივი, ჩვენ მტრობა არც ერთ უცხოურ ქვეყანასთან არ გვინდა ევროპისგან კარგი უნდა ავიღოთ. მე რამეს გეტყვით რა, ის ევროპისგან კარგი უნდა ავიღოთ, თუ კარგი შემოგთავაზებენ. ევროპა რომ თავაზობს, რომ ჩემ ახალგაზრდა გოგო უნდა მოიყვანოს ცოლა და ბიჭმა ბიჭი მაგას ვერ მივიღებ. ის ნაყოფი შემომთავაზოს, რაც ჩემთვის მისაღებია და თვითონ ძალიან კარგად იცის ამ ნაყოფის მასი. მაგრამ რადგანაც უნდა რომ გავწრან, გაგვაუბედურონ და ადვილად მოსწავლეები გავხდნენ და ქართული მიწა ქართველების გარეშე იყოს, ამიტომ ჩვენ ვერ მივიღებთ მათ შემოთავაზებას. ბატონო გივი, რადგან მიწა ახსენეთ, ჩვენ ხედავთ, რომ დღეს თითქოს ვშორდებით სხვა ქვეყნებს დასავლეთს და უფრო არაბული ქვეყნებისკენ მივდივართ და აზიისკენ. ჩვენ არავისკენ არ მივდივართ. ჩვენ ერთი რამე ვიცით, რომ თვითყოფადობა მთავარი. არავისკენ არ მივდივართ, არავინ ჩვენი პატრონი. არაბულ ქალაქებზე რას ფიქრობთ? აი ქალაქები რომ იგეგმება არაბული. მეცით რა, მე რადგანაც პოლიტიკოსი არა ვარ და რადგანაც ვერ ვერკვევი მაგებში, მაგაზე პასუხს ვერ გავხდეთ. არ ვიცი და იმიტომ. მე ერთი რამე ვიცი, რომ თრათამ რუსეთის გინება ჩვენ არ გამოგვადგება. იმიტომ არ გამოგვადგება ჩემო კარგო, რომ ხედავთ რა თქვა იმან, ერდოგანმა 2 წლის წინ ტელევიზიით რომ მიმართა მსოფლიოს, რომ დადგა დრო, რომ ჩვენი წმინდა მიწები მეცხეთი აჭარა და ისინი დავიბრუნოთ. ჩემო კარგო, როგორ გონიათ რუსეთის ხელი რო არიდოს აქ და ინტერესები. ხვალმე წაგვეკავდნენ მუსულმანური ქვეყნები ჩვენ და შეიძლება თბილისიც აღარ დავჩეროდა. აქედან მორალი. არავითარი გინება ვინმეს, არავითარი ჩხუბი. დიალოგის ენაზე ყველასთან ურთიერთობა. და დიპლომატია ყველასთან. დიპლომატია ყველასთან იმ შემთხვევაში, თუ ისინი დიპლომატებს გამოუჩენენ, ვინც დიპლომატია და არა ავანტურისტი მამაცაღლი, რომელიც წამოსულ ემისს რომ გაგტელო და გაგვანადგუროს.